საქართველოში გაზრდილმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და პოტენციურმა სანქციებმა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეიძლება შეამციროს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბოლო შემაჯამებელ მიმოხილვაში დაწერა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ციტატა, ადგილობრივად გაზრდილ პოლიტიკურ გაურკვევლობას და პოტენციურ სანქციებს FDI-ის შემცირებაზე, ასევე ტურიზმზე შეუძლია გავლენის მოხდენა, რაც თავის მხრივ ლარზე მოახდენს ზეწოლას. სპეციალისტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ყველაზე დიდი დანაკარგი ქვეყნის რეპუტაციული იმიჯია, რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას უკარგავს. მნიშვნელოვანი მდგენელი არის პოლიტიკური ნაწილი, ჩვენ სწორედ ამიტომ ვერ ვწდებით, როდესაც ჩვენ ბიზნესზე ვსაუბრობთ და ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკაც ცალკე ვერ იქნება ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ პოლიტიკა არის, ასე ვთქვათ, შემომტანი მთავარი ტონის მიმცემი, ასე ვთქვათ, მათ შორის ბიზნესისთვისაც და ეს ეხება როგორც უცხოურ ინვესტიციებს, ისევე ზოგადად უცხოურ კომპანიებს, შესაძლო პოტენციურ პარტნიორებს ქართული კომპანიებისთვის. საფრთხეში თავს არავინ არ ჩაიგდებს, ინვესტორებს აქვთ არჩევანი და ისინი არჩევანს იღებენ იმის მიხედვით, რა მონაგებია, მაგრამ ასევე რისკებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საქართველოს სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება ამ კუთხით. მართალია, ქვეყნის საინვესტიციო პორტფელში დასავლური ინვესტიციების წილი არც ისე მაღალია, თუმცა ჩვენაირი პატარა ეკონომიკისთვის ეს კონტრიბუციაც მნიშვნელოვანია და მისი დანაკლისი არც ისე მარტივად გადასატანი. მით უმეტეს, რომ უცხოელი ინვესტორების მსგავსად პოლიტიკური გაურკვევლობის გამო ინვესტიციისგან თავს იკავებს ადგილობრივი ინვესტორიც. ინვესტიციები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეხლა ჩვენთან რო გადავხედოთ ჩვენ ინვესტიციების ისტორიას, იმდენი ინვესტიცია არც შემოდის დასავლეთიდან, რომ ჩვენ თქვათ, რომ ამას აგრეთვე კატასტროფული შედეგი ექნება. ისედაც არ შემოდიოდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ის როგორც იტყვიან, ის კაპიკები რაც შემოდიოდა, ისიც კი იმის შემოტანაც კი გართულდება, ვსჯელობ ინვესტიციებზე, არა უცხოელებთან მარტო, აგრეთვე ადგილობრივ ინვესტორებთანაც და მეც ინვესტორი ვარ. და ესეთი სიტუაცია ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც ქმნის გაურკვევლობას. რეპუტაციული ზიანი საქართველოს მაღალრისკიან ქვეყანათა ჯგუფში აქცევს და საინვესტიციო რეიტინგს უფუჭებს, რის გამოც სპეციალისტების ახსნით, უკვე მოზიდული კაპიტალი გვიძვირდება, ახლის მოპოვების შანსს კი კარგავთ. წლის ბოლომდე გვიწევს დაახლოებით $800 მილიონ, 720 თუ რაღაცა ასე პლუს მინუს ევროს ღირებულების, ევროობლიგაციებზე სახელმწიფო ვალდებულების დაფარვა, საიდან ძირი და პროცენტია და პირველ კვარტალში თებერვლისთვის თუ არ ვცდები, $1.3 მილიარდ დაფარვა. აქედან არის დიდი ნაწილი ის სესხები, ისეთი ევრობონდები, რომელიც იგეგმება დაიფაროს და განახლდეს და ეს თავის მხრივ იწვევს დამატებით მინიმუმ რაღაც 50 მილიონამდე საპროცენტო ხარჯს ბიუჯეტისთვის მარტო კონკრეტულ ამ შემთხვევაში და პლუს შემდეგ ახალი ფასი წარმოქმნას და ან საერთოდ საკითხი შეიძლება დადგეს მოგცემენ თუ არა რეალურად, რასაც აუცილებლად იგრძნობს პირველ რიგში მოწყვლადი ნაწილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ვისაც არ აქვს დანაზოგი, ვისაც არ აქვს დამატებითი შემოსავლები და ვისი ნათესავიც არ ცხოვრობს ემიგრაციაში და იქიდან მას თანხას არ ურიცხავს. და ის თანხის გადარიცხვაც გაურთულდებათ და იმ თანხის მიღებაც გაურთულდებათ. სპეციალისტების თქმით, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ახალი კაპიტალის მოძიება უჭირს, დასავლეთიდან იზოლირება უკვე შემოსულ ინვესტორს მოქმედ ბიზნესში რეინვესტირების სურვილსაც უკარგავს. შემცირდა კი არა, მთლიანად შეჩერებულია, რასაც ახლა ვაკვირდებით და რაც სტატისტიკაში ხვდება ინვესტიციის სახით, ეს არის რეინვესტირება და ამ რეინვესტირების ნაწილსაც ჩვენ თუ შევხედავთ, ნახავთ, რომ აქ მთავარი მოთამაშეები არიან უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტები, ორი საბანკო ინსტიტუტი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა გასული, ერთი მხრივ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მეორე მხრივ მათ აქვს რეგიონალური ექსპანსია. უკვე დიდი პრობლემა გვაქვს, რაზეც ადრესაცია იყო საჭირო ძალიან მაღალი კომპეტენციით. ამ რეპუტაციულ რისკებში, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ქვეყნის სუვერენული რეიტინგის შესაძლო გადახედვის შემთხვევაში და ევროკავშირთან და დასავლეთთან ესეთი რადიკალური დაპირისპირების შემთხვევაში, ეს პატარა შესაძლებლობაც ამოიქოლება. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების თითქმის 2/3 რეინვესტირებაზე მოდის, რაც იმის მანიშნებელია, რომ ახალი ინვესტიცია ქვეყანაში არ შემოდის. სპეციალისტები ამ პირობებში სურათის არც მომავალში შეცვლას ელოდებიან. ნეგატივი გადის ქვეყანა ყველა ჭრილში
როდესაც გესმის ანტიევროპული რიტორიკა, ანტიდასავლური რიტორიკა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ყავს ფაქტიურად სანქციონირებული მთავრობა და ყველაზე ცუდი ბოლო ევროპარლამენტის მიერ გაცხადებული ოფიციალური პოზიცია, რომ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ დღეს ლეგიტიმური ხელისუფლება არ ყავს. de facto ხელისუფლების პირობებში მუშაობთ, რომელსაც არანაირი მიღებულობა არ გააჩნია იმ დასავლურ ფინანსურ წრეებში, ავიღოთ, მოდი სხვაზე რო არ ვილაპარაკოთ, პოლიტიკურ წრეს რო თავი დავუნებოთ, რომ ამ ქვეყანაში ვინმე გამოიხედოს და მოდით ბიზნესი მიყვება პოლიტიკას რა. ეს ეხება როგორც სრულ ბიზნესს, ბოლოს ჩადის საშუალოზე და ჩადის სრულ ბიზნესს, ხო? 2025 წლის პირველი კვარტალი ჯამური ციფრი იყო ბოლო 10 წლეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პირდაპირ უცხო ინვესტიციების. მათშიც ჯამურ თანხაში ლომის წილი თითქმის 2/3-ზე მეტი იყო რეინვესტიცია არსებული ბიზნესებიდან, ხო? ანუ ახალი კაპიტალი ფაქტურად ქვეყანაში არ შემოდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უცვლელად ტოვებს და კვლავ 7.2%-ზე ვარაუდობს.